მოგესალმებით. მიმდინარე ვიდეო განხილვაში გთავაზობთ მორიგი 10 ტესტური დავალების განხილვას, რომელიც დათმობილი არის პროკურატურის სტაჟიორთა საგამოცდოდ მომზადებას. დავიწყოთ 31 ტესტური დავალებით. სისაურმა და კაპანაძემ, რომლებიც ნარკოტიკული საშუალების სისტემატური მომხმარებლები იყვნენ, წინასწარი შეთანხმებით შეიძინეს ძლიერ მოქმედი ნივთიერება და მის ერთობლივად მისაღებად სისაურის კერძო საცხოვრებელ ბინაში განმარტოვდნენ. ნივთიერების ინექციის განხორციელებიდან რამდენიმე წუთში კაპანაძეს დაეწყო მწვავე ინტოქსიკაცია, დაკარგა გონება და ჩავარდა სიცოცხლისთვის საშიშ კრიტიკულ მდგომარეობაში. სისაურმა, რომელიც თავად ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სრულად აცნობიერებდა მეგობრის სიკვდილის საფრთხეს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შესაძლო სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის შიშით არანაირი ზომა არ მიიღო მის გადასარჩენად. არ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, დაკეტა ბინის კარი და ტერიტორიას გაერიდა. კაპანაძეს დროული სამედიცინო ჩარევის არარსებობის პირობებში ძლიერი დოზირების გამო გული გაუჩერდა და ადგილზე გარდაიცვალა. კითხვა გვაქვს საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის მიხედვით როგორ დაკვალიფიცირდება სისაურის ქმედება. ავარიანტია, ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც შერეული უმოქმედობით ჩადენილი განზრახ მკვლელობა, ვინაიდან ნარკოტიკული საშუალების ერთად მიღების ფაქტი პირებს ავტომატურად აქცევს ერთმანეთის დამცველ გარანტებად. ბ-ვარიანტია, სახეზეა მოქმედებით ჩადენილი დანაშაული, რადგან ნარკოტიკული ნივთიერების ერთობლივი შეძენა და ბინის კარის დაკეტვა წარმოადგენს აქტიური სხეულებრივი ენერგიის გამოყენებას. გ-ვარიანტია, ქმედება წარმოადგენს წმინდა უმოქმედობას და სისაურს პასუხისმგებლობა დაეკისრება დაუხმარებლობისათვის. და ბოლო დ-ვარიანტია, სისაური სრულად უნდა გათავისუფლდეს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან დაზარალებულმა ნებაყოფლობით ჩაიგდო თავი სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაში. მოდით ვთქვათ სწორი პასუხი და შემდეგ ვიმსჯელოთ, რატომ გვაქვს სწორი. სწორი პასუხი გვექნება გ-ვარიანტი, რადგან სისხლისამართლებრივი დოქტრინისა და სისხლისამართლის კოდექსის მერვე მუხლის მესამე ნაწილის იმპერატიული მოთხოვნების თანახმად, პირისათვის შერეული უმოქმედობით ჩადენილი დანაშაულის, მოცემულ შემთხვევაში განზრახ მკვლელობის მიწერება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას საკანონმდებლო დონეზე აკისრია მოქმედების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა, ანუ გააჩნია გარანტის სტატუსი. მატერიალური სისხლისამართლის მიხედვით, გარანტის მოვალეობის წარმოშობის საფუძვლები მკაცრადაა რეგლამენტირებული და მათ მიეკუთვნება ახლო ნათესაური კავშირი. სისხლისამართლის კოდექსის 119 მუხლის შენიშვნით გათვალისწინებულ პირებზე არის საუბარი. ასევე კანონით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, სამსახურებრივი სტატუსი, წინარე საფრთხის შემქმნელი ქცევა, ან ურთიერთთანხმობით შექმნილი სპეციფიკური სოციალური ჯგუფი, როგორიც არის მაგალითად მთასვლელები, მღვინთავები, ექსპედიტორები და ასე შემდეგ. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან იკვეთება, რომ სისაურსა და კაპანაძეს შორის არსებობდა მხოლოდ მეგობრული და სოლიდარული კავშირი. კანონმდებლობის მიხედვით, უბრალო მეგობრობა, ახლო პირადი ურთიერთობა, შეყვარებულთა კავშირი ან ერთად დროის გატარება, მათ შორის ნარკოტიკული საშუალების ერთად მიღება, ვერ წარმოშობს ურთიერთდაცვის სამართლებრივ გარანტორულ მოვალეობას. ვინაიდან ნარკოტიკული საშუალების მიღებისას სოციალური ჯგუფი არ შექმნილა, რაიმე სახიფათო მისიის ერთობლივი დაძლევის იმედით, სისაურს არ ეკისრება უმოქმედობით გამოწვეული შედეგის თავიდან აცილების სპეციალური იურიდიული ვალდებულება, შესაბამისად მისი პასიური ქცევა, დახმარების არაღმოჩენა მოკლებულია მკვლელობის შემადგენლობას და თავსდება სისხლისამართლის კოდექსის 129 მუხლის ფარგლებში, რაც გულისხმობს დაუხმარებლობას და წარმოადგენს წმინდა უმოქმედობის კლასიკურ გამოვლენებას, სადაც მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა არ შედის დანაშაულის ნიშნებში. აქედან გამომდინარე, როგორც თავშივე აღნიშნეთ, 31 ტესტურ დავალებაში სწორი პასუხი გვექნება გ-ვარიანტი. გადავიდეთ მორიგ 32 ტესტურ დავალებაზე, რომელიც დათმობილი არის როგორც სამოხელეო დანაშაულს, ასევე საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს და ამ ნაწილში მოგვიწევს მსჯელობა. კაპანაძემ ნაცნობს აღუთქვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულში ვაკანტურ პოზიციაზე დანიშვნაში დახმარება. იგი არწმუნებდა ნაცრობს, რომ მჭიდრო მეგობრობა აკავშირებდა დეპარტამენტის უფროსთან
და იოლად დაიყოლიებდა მას სასურველი გადაწყვეტილების მიღებაზე. აღნიშნული შუამდგომლობის სანაცვლოდ კაპანაძემ ნაცნობს მოსთხოვა 4,000 евро, რომლის მითვისებასაც სრულად თავისთვის გეგმავდა. იგი ვარაუდობდა, რომ დეპარტამენტის უფროსი პრობლემურად არ მიიჩნევდა ამ თხოვნას, რადგან ნაცნობი აკმაყოფილებდა ყველა ფორმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნას. სანამ თანხის გადაცემა მოხდებოდა, ნაცნობმა საკუთარი ინიციატივით შეატყობინა საგამოძიებო ორგანოებს მისგან დასაქმების სანაცვლოდ ფულადი თანხის მოთხოვნის შესახებ. კითხვა არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, როგორია კაპანაძის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია. ანუ გვეკითხებიან მოხელის ქმედების სამართლებრივ შეფასებას. A ვარიანტია. კაპანაძის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდება როგორც ზეგავლენით ვაჭრობა, რადგან იგი აცხადებდა, რომ შეეძლო მოხელის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე არამარტ ზომიერი ზეგავლენის მოხდენა. B ვარიანტია. კაპანაძის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდება როგორც თაღლითობის მცდელობა. G ვარიანტია. კაპანაძის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდება როგორც ქრთამის ახალისება ან ქრთამის აღებაში თანამონაწილეობა და D ვარიანტია. კაპანაძის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდება როგორც ზეგავლენით ვაჭრობის მცდელობა, რადგან მის მიერ მოთხოვნილი თანხის გადაცემა და ნაცნობის დასაქმება არ განხორციელებულა. სისხლის სამართლის 329 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ზეგავლენით ვაჭრობა გულისხმობს პირის მიერ, რომელიც ამტკიცებს ან ადასტურებს, რომ მას შეუძლია არამარტ ზომიერი ზეგავლენის მოხდენა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე, თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ იმ პირისაგან, რომელიც მოქმედებს საკუთარი ან სხვა პირის ინტერესებისათვის პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მოთხოვნას ან მიღებას. ასევე ასეთის თაობაზე დაპირების ან შეთავაზების მიღებას მიუხედავად იმისა განხორციელდა თუ არა ასეთი ზეგავლენა ან და მიღებული იქნა თუ არა ამ ზეგავლენით სასრული შედეგი. ზოგადად ვთქვათ, რომ დანაშაულის შემადგენლობა არის ფორმალური, პასუხისგებლობა დგება მიუხედავად იმისა ფაქტობრივად განხორციელდა თუ არა აღნიშნული ზეგავლენა ან დადგა თუ არა სასურველი შედეგი. საკანონმდებლო კონსტრუქციის თვალსაზრისით ეს ნორმა ქრთამის აღებმიცემის ანალოგიურად არის აგებული, თუმცა გამოირჩევა აუცილებელი თანამონაწილეობის კანონისმიერი შემადგენლობითა და სამმხრივი კორუფციული ურთიერთობის სტრუქტურით. პირველი ეს ყოფს ჩვენ დაინტერესებული პირი, სუბიექტი, რომელსაც სურს არამარტ ზომიერი პრივილეგიის მოპოვება, საკუთარი თავისთვის ან სხვის ინტერესებისათვის და ამ ბიზნეს ზეგავლენის მოვაჭრეს თავაზობს ან გადასცემს დანაშაულის საგანს. მეორე ეს ყოფს ზეგავლენით მოვაჭრე, ეს არის შუამავალი ფიგურა, რომელიც ამტკიცებს ან ადასტურებს მოხელეზე არამარტ ზომიერი ზემოქმედების უნარების თაობაზე, ანუ ის რომ მას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს მოხელეზე და ასევე ყავს ზეგავლენის ადრესატი. ეს არის მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელმაც დაინტერესებული მხარის სასარგებლოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, განახორციელოს კონკრეტული ქმედება, ან საერთოდ თავი შეიკავოს აღნიშნული ქმედების განხორციელებისაგან. როგორც კაზუსიდან ჩანს, სახეზე ყავს ჩვენ ორი პირი. დაინტერესებული პირი, ესე იგი ნაცნობი და მეორე, ყავს ზეგავლენით მოვაჭრე, კაპანაძე. თუმცა აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც სწორ კვალიფიკაციამდე მიგვიყვანს. როგორც ჩანს, კაპანაძე მოქმედებს ნდობის ბოროტად გამოყენებით და ტყუილით. მოთხოვნილი თანხის 4,000 ევროს არავისთვის გადაცემას არ აპირებდა, არამედ განიზრახა, რომ თავადვე დაუფლებოდა. ამასთან იგი ვარაუდობდა, რომ მისი ნაცნობის მოთხოვნა აკმაყოფილებდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მისი ჩარევის გარეშეც საკითხი დადებითად გადაწყდებოდა. მასშტაბამე თანხის მოთხოვნის მომენტშივე კაპანაძე იტყუება და გასცემს ცრუ დაპირებას, რომლის შესრულებასაც არ აპირებს. მასშტაბამე სახეზეა არა ზეგავლენით ვაჭრობა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ფორმალური დანაშაულია და შენახმების მიღწევისთანავე დასრულებულია, არამედ კაპანაძე თაღლითობს და მისი ქმედება დაკვალიფიცირდება სისხლის სამართლის კოდექსის 19.180 მუხლით, კერძოდ თაღლითობის მცდელობით. რადგან სანამ თანხის გადაცემა მოხდებოდა, ნაცნობმა სამართალდამცავ ორგანოს მიმართა, ამრიგად სწორი პასუხი გვექნება, რა თქმა უნდა, B ვარიანტი, გამოსტაზე არ შეცდეთ და არ შემოხაზოთ D ვარიანტი, რომელშიც საუბარია ზეგავლენით ვაჭრობის მცდელობაზე, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, სახეზე გვაქვს ჩვენ ფორმალური დანაშაული,
ქართული საკანონმდებლო კონსტრუქციის მიხედვით და ჩარჩოს მიხედვით, რაც მოქმედებს ჩვენ კანონმდებლობაში, ფორმალური დანაშაულის მცდელობა შეუძლებელი არის, შესაძლებელი არის მხოლოდ ფორმალური დანაშაულის მომზადება. ასეთ შეგვიძლია დაიმახსოვროთ, რომ სამოხელეო დანაშაულები, როგორც არის ზეგავლენით ვაჭრობა, ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა და ასე შემდეგ, არის ფორმალური დანაშაულები, ანუ მოთხოვნის დაყენებისთანავე, შეთავაზებისთანავე, შეთანხმების მიღწევისთანავე დასრულებულ დანაშაულს გვაძლევს, მიუხედავად იმისა, თანხის გადაცემა მოხდა თუ არა, ან დაპირებული პირობა შესრულდა თუ არა, ამიტომ შესაძლებელია, რომ პირმა მოახდინოს აღნიშნული დანაშაულის მომზადება, შექმნას დანაშაულის ჩასადენად განზრახ პირობები, თუმცა მას ეცადოს გამორიცხული არის, რადგან მცდელობისთანავე უკვე დასრულებულ დანაშაულს გვაძლევს აღნიშნული შემადგენლობები. გადავიდეთ მორიგ 33 ტესტურ დავალებაზე, რომელშიც ჩვენ საუბარი გვექნება დანაშაულის ერთობლიობაზე, ასე ვთქვათ, მის სახეებზე, ეს იქნება რეალური ერთობლიობა, ეს იქნება იდეალური ერთობლიობა და რა თქმა უნდა გვექნება საუბარი საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ ყველაზე გახშირებულ დანაშაულზე, ქურდობაზე. დავიწყოთ 2026 წლის აგვისტოში ქავთარაძემ, რომელსაც სურდა ძვირადღირებული ელექტროტექნიკის დაუფლება, დაგეგმა სავაჭრო ცენტრის საწყობის გაქურდვა. მან იცოდა, რომ საწყობში იყენა სიგნალიზაცია, რომელიც კარის გაღებისას ირთვებოდა. ქავთარაძემ წინასწარ შეიძინა სპეციალური ელექტრონული მოწყობილობა სიგნალიზაციის დასაბლოკად, ხოლო უშუალოდ გაქურდვისას საწყობში შეღწევის მიზნით მძიმე ინსტრუმენტით გატეხა დამცავი ჟალიუზი და კარის ძვირადღირებული საკეტი. მან საწყობიდან გამოიტანა 15,000 ლარის ღირებულების ტექნიკა და მიიმალა. პროკურორმა მას ბრალი წაუყენა 2 მუხლით. სხვისი ნივთის დაზიანება, საკეტისა და ჟალიუზის გაფუჭებისათვის და ქურდობა სადგომში შეღწევით. კითხვა არის საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის თანახმად, როგორ უნდა დაკვალიფიცირდეს ქავთარაძის ქმედება. A ვარიანტია სხვისი ნივთის დაზიანებისა და ქურდობის სადგომში შეღწევის რეალური ერთობლიობა, B ვარიანტია ქურდობა სადგომში შეღწევით, G ვარიანტია სხვისი ნივთის დაზიანებისა და სადგომში შეღწევის ქურდობის იდეალური ერთობლიობა და D ვარიანტია დანაშაულის არაერთგზისობა. როგორც თავშივე აღვნიშნეთ, მოცემულ ტესტურ დავალებაში ჩვენი მსჯელობის საგანია დანაშაულის სიმრავლე, ნორმათა კონკურენცია და ქურდობის შემადგენლობა. დანაშაულის ერთობლიობის განმარტება ჩვენ კარგად ვიცით, რომ მოცემული გვაქვს სისხლისამართლის კოდექსში, კერძოდ მე-16 მუხლში, რომლის მიხედვით იგი გულისხმობს კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული 2 ან მეტი ქმედების ჩადენას, რომელთაგან პირი არც ერთისთვის არ ყოფილა მშავდებული. დანაშაულთა ერთობლიობად ითვლება აგრეთვე ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც შეიცავს სისხლისამართლის კოდექსის 2 ან მეტი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნებს. ეხლა ვთქვათ, რას გულისხმობს რეალური ერთობლიობა. ჩვენ ვახსენეთ, ხო? მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს, რომ 2 ან მეტი ქმედების ჩადენას აქვს ადგილი. აქ საკანონმდებლო ტექნიკა იყენებს მრავლობით რიცხვს, რაც პირდაპირ გულისხმობს მოქმედებათა მრავალჯერადობას. აი ეს გულისხმობს რეალურ ერთობლიობას, ანუ დამნაშავე ახორციელებს 2 ან მეტ დამოუკიდებელ ფიზიკურ აქტს, ხოლო რაც შეეხება იდეალურ ერთობლიობას, ეს გვაქვს მუხლის მეორე ნაწილში, რომელიც იყენებს ფორმულირებას აგრეთვე ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც შეიცავს 2 ან მეტი მუხლით და გრძელდება. გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნებს, ხო? სიტყვა ქმედება აქ მხოლობით რიცხვში გვაქვს გამოყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ობიექტურ სინამდვილეში სრულდება მხოლოდ ერთი ფიზიკური აქტი, თუმცა იგი ერთდროულად რამდენიმე დანაშაულებრივ შემადგენლობას ფარავს. მოცემულ კაზუსში ჩვენ დანაშაულის ერთობლიობასთან საერთოდ არ გვაქვს საქმე, მეგობრებო. დანაშაულთა მოჩვენებითი ერთობლიობა გვაქვს ჩვენ სახეზე, რომელსაც იურიდიულ ლიტერატურაში ნორმათა კონკურენციას უწოდებენ. ეხლა ეს რას გულისხმობს? სისხლისამართლის საკანონმდებლო ტექნიკა შეუძლებელი არის, რომ მოიცავდეს ყოველდღიური ცხოვრების აბსოლუტურ ყველა დეტალს ერთი უნივერსალური მუხლით. შეუძლებელი არის კანონმდებელმა შექმნას ისეთი მუხლი, რომელიც ყველაფერს ამოწურავს. ანუ პუნქტობრივად ქმედებების მიხედვით, იმიტომ რომ ადამიანის ფანტაზია საზღვრები არ აქვს, ადამიანის ფიქრებს ლიმიტი არ აქვს, ასე ვთქვათ, ამიტომ წინასწარ ყველაფრის კანონმდებლის მიერ გაწერა პუნქტებად ქმედებების სახით შეუძლებელი არის. ამიტომ კანონმდებელი იყენებს როგორც ზოგად ფართო დეფინიციებს, განმარტებებს, ასე ვთქვათ, ისე კონკრეტულ ვიწრო შემადგენლობებს, სადაც შეუძლია. სწორედ ამის გამო წარმოიშვება სისხლისამართლებრივი ნორმების კონკურენცია. ნორმათა კონკურენცია იგივე მოჩვენებითი
დანაშაულის ერთობლიობა არის ისეთი სამართლებრივი სიტუაცია, როდესაც პირის მიერ ჩადენილი ერთი-ერთიანი დანაშაულებრივი ქმედება ფორმალურად ხვდება სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის 2 ან მეტი მუხლის მოქმედების სფეროში. თუმცა რეალურად ქმედება მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის შეფასებას უნდა დაექვემდებაროს. სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მეორე ნაწილის ბ პუნქტის თანახმად, ქურდობის დამამძიმებელი გარემოება არის მისი ჩადენა სადგომში უკანონო შეღწევით. სადგომში იგულისხმება შენობა-ნაგებობა, რომელიც გამიზნული არის ადამიანთა და ფასეულობათა განსათავსებლად, ასეთი შეიძლება იყოს მუზეუმი, მაღაზია, მაღაზიის საწყობი, ქარხანა და ასე შემდეგ. უკანონო შეღწევა კი გულისხმობს რას? პირის მარცხსაწინააღმდეგო ფარულ ან აშკარა შეჭრას სადგომის შიდა სივრცეში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ და მისი თანხმობის გარეშე. შეღწევა შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური შეჭრა, როგორიც არის კარის გატეხვა, საკეტის გაღება, ფანჯრიდან გადაძრომა, სახურავის ჩახრეტა და ასე შემდეგ. ასევე შეიძლება იყოს სპეციალური საშუალებებით, ხელსაწყოებით შეღწევა, ყალბი გასაღების გამოყენება, ტექნიკური მოწყობილობებით საკეტის გაღება, დაპროგრამება, დაჩიპვა და ასე შემდეგ. და გვაქვს ასევე ერთ-ერთი საინტერესო ინტელექტუალური შეღწევის ფორმა, ეს არის მოტყუებითი შეღწევა, როდესაც პირი იყენებს ყალბვინაობას. მაგალითად, წარდგება როგორც ხელოსანი ან ინსპექტორი ან გაზის მრიცხველიდან უნდა ამოწეროს ჩვენება მაგალითად, რათა სადგომში შეაღწიოს და ნივთის მოიპაროს, დაეუფლოს, ხო? მაშსა და მე როგორც აღენიშნა, ჩვენ ამ კაზუსში სახეზე გვაქვს დანაშაულის მოჩვენებითი ერთობლიობა და სახეზეა მხოლოდ ერთი დანაშაული. კერძოდ ქურდობა სადგომში შეღწევით. ამასთან დანაშაული მძიმდება დიდი ოდენობაზე მითითებითაც, რა თქმა უნდა, რადგან ხედავთ, რომ დაუფლებული არის 15,000 ლარის ღირებულების ტექნიკა, თუმცა აღნიშნული სავარაუდო პასუხებში დამატებული არ არის. ანუ როგ პატარა რეზიუმე გავაკეთოთ, შევაჯამოთ, გვაქვს შემდეგი შემადგენლობა, ნახეთ. თქვით, რომ ქურდობა სადგომში შეღწევით რომ დაკვალიფიცირდეს, გვჭირდება 2 უხეშად რო ვთქვათ, დამოუკიდებელი დანაშაული ბჭყალებში. 1. უნდა მოხდეს სხვის საკუთრებაში უნებართო შეღწევა და ვისაუბრეთ ჩვენ შეღწევის ფორმებზე და უნდა მოხდეს საკუთრების დაუფლებაც. ანუ რეალურად რო გავხლიჩოთ 2 სალსაკი დანაშაული გვაქვს, მაგრამ დამამძიმებელი გარემოება გვაქვს ჩვენ ქურდობაში სადგომში შეღწევით. ამიტომ აქ მოჩვენებითი ერთობლიობასთან გვაქვს საქმე, ჩვენ თუ პროკურორისავით მოვიქცევით და ცალ-ცალკე წაუყენებთ ბრალს, გულისხმობ, რომ ბრალის ფორმულირებაში შესაძლებელია ორივე ჩაიწეროს, მაგრამ კვალიფიკაცია მოხდეს 2 სხვადასხვა მუხლით, ჩვენ ხელოვნურად შევქმნით კვალიფიკაციას, მაშინ როდესაც საჭიროება საერთოდ არ არის. საჭიროება არ არის იქიდან გამომდინარე, რომ ქურდობა სადგომში შეღწევით თავის თავში მოიცავს სხვისი ნივთის დაზიანებასაც. გადავიდეთ 34 ტესტური დავალების განხილვაზე, რომელიც შედგენილი არის საზღვარგარეთ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით. საქართველოს მოქალაქის ქირიას უკრაინის ქალაქ დონეცკში გახსნილი ჰქონდა ქართული რესტორანი და საკმაოდ სარფიანად ამუშავებდა. 2026 წლის დასაწყისში მას დაპირისპირება მოუვიდა ადგილობრივი კრიმინალურ დაჯგუფებასთან, რომლის წევრებიც მფარველობის სანაცვლოდ სთხოვდნენ ყოველთვე მათთვის გადაეხადა ფულადი თანხა. პრობლემის მოგვარების მიზნით 2026 წლის 10 აგვისტოს ქირია უკრაინის ქალაქ ხარკოვში მყოფ ესპანეთის მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარის ძებნილ ქართველ კანონიერ ქურს დაუკავშირდა და სთხოვა პრობლემა მოეგვარებინა, რისთვისაც უკმაყოფილოს არ დატოვებდა. უკრაინის კანონმდებლობით მსგავსი ქმედებისათვის პასუხისმგებლობა დაწესებული არ არის. კითხვა გვაქვს, შეიძლება თუ არა ქირიას დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კანონიერი ქურდობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. A ვარიანტია არა, რადგან უკრაინის კანონმდებლობით კანონიერი ქურდისათვის მიმართვა არ ისჯება. B ვარიანტია არა, რადგან ქირიას მიერ ჩადენილი კანონიერი ქურდისათვის მიმართვა არ არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. მესამე ვარიანტია დიახ, რადგან ქირია საქართველოს მოქალაქეა და ის ტერიტორიის მიუხედავად ექვემდებარება საქართველოს სისხლის სამართლის იურისდიქციას და D ვარიანტია არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
ეხლა, როდესაც საზღვარგარეთ ჩადენილ დანაშაულზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელი არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. ესენი არის მოქალაქეობა, ასევე საკითხი ისჯება თუ არა დანაშაული იმ ქვეყნის კანონმდებლობითაც, სადაც მისი ჩადენა მოხდა და თუ არ ისჯება ორივე ქვეყნის კანონმდებლობით, ხომ არ არის საგამონაკლისო განსაკუთრებული შემთხვევა. თუ საქართველოს მოქალაქე ჩაიდენს ისეთ დანაშაულს, რომელიც ორივე ქვეყნის კანონმდებლობით ისჯება, პასუხისმგებლობა მას დაიკისრება საქართველოს სისხლისამართლის კოდექსით. ამ საკითხს იურიდიულ ლიტერატურაში მოქალაქეობის პრინციპს უწოდებენ. ვითარება იცვლება, თუ ჩადენილია ისეთი დანაშაული, რომელიც ჩადენის ადგილის ქვეყნის კანონმდებლობით დანაშაულად არ არის გამოცხადებული. ასე დროს სისხლისამართლის კოდექსის მეორე მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში დაიკისრება საქართველოს სისხლისამართლის კოდექსით პასუხისმგებლობა, თუ ეს დანაშაული არის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე და იმავდროულად არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. კაზუსიდან ჩანს, რომ სუბიექტმა ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომელიც უკრაინის კანონმდებლობით დასჯადი არ არის, იმავდროულად ეს დანაშაული საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული არ არის, შესაბამისად დანაშაულის სიმძიმეზე საუბარი აქ ზედმეტი არის. ამ ეტაპისთვის გამოდის, რომ მას არ უნდა დაეკისროს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუმცა მხედველობაში არის მისაღები სისხლისამართლის კოდექსის მეხუთე მუხლის მეოთხე ნაწილი, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს საქართველოს სისხლისამართლის კოდექსით გარკვეული მუხლებით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად არ ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაიკისრებათ საქართველოს სისხლისამართლის კოდექსით. ეხლა ვთქვათ, რა დანაშაულებზე არის საუბარი, ხო? რომლებიც ჩაიდინეს საზღვარგარეთ. ეს დანაშაული არის კომერციული მოსყიდვა, ეს არის ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა, ეს არის ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა, ეს არის ქურდულ სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ასევე ქურდული სამყაროს წევრისთვის, კანონიერი ქურდისთვის მიმართვა ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღება. ასევე არის ქრთამის აღება და ასევე არის ზეგავლენით ვაჭრობა. საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირებს ჩვენი კოდექსით პასუხისმგებლობა მაშინაც დაიკისრებათ, როცა მათ საზღვარგარეთ ჩაიდინეს სამსახურებების სფეროში ჩადენილი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებიც. მაშინ, როდესაც დანაშაულის ჩადენის ადგილის კანონმდებლობით დანაშაულს საერთოდ არ წარმოადგენს. ამასთან არ არის აუცილებელი ეს დანაშაულები მიმართული იყოს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. რა გამოდის ახლა აქ? ქირია, რომელმაც მიმართა კანონიერ ქურს, ასე ვთქვათ, იმავდროულად უკრაინის კანონმდებლობით ეს მიმართვა დანაშაულს არ წარმოადგენს და მიმართავის ინტერპოლის წითელი ცირკულარის ძებნელ კანონიერ ქურს, რომელსაც ესპანეთი ეძებდა. ანუ კაზუსიდან ჩანს, რომ ჩვენ შეხება არ აქვს. ჩვენ არ ვეძებთ ამ ადამიანს, ჩვენთან გამოძიება არ არის დაწყებული. საერთოდ კავშირში არ ვართ, გარდა იმისა, რომ ქირია არის ჩვენი მოქალაქე, ხო? მოქალაქეობის პრინციპი გვაკავშირებს ამ კვალიფიკაციასთან, ასე ვთქვათ. მიუხედავად ამისა, როგორც ჩამოვთვალეთ აი საგამონაკლისო შემთხვევები, მუხლები, რაც ჩამოვთვალეთ, ამ მუხლების ჩადენის შემთხვევაში, მათ შორის მაშინაც კი, როდესაც იმ ქვეყნის კანონმდებლობით დანაშაულს არ წარმოადგენს, სადაც ეს არის ჩადენილი, და ჩვენი მოქალაქე ჩადის ამ დანაშაულს, კანონიერ ქურდს მიმართავს, ასე ვთქვათ, მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის ან უპირატესობის მიღება სურს, აი ამის გამო დაიკისრება პასუხისმგებლობა ჩვენი კოდექსით. აქედან გამომდინარე, არც A, არც B, არც A და არც G ვარიანტი, სწორი ვარიანტი არ გვაქვს, რის გამოც მოვხაზავთ D ვარიანტს, რომ არც ერთი პასუხი არ არის სწორი. ეხლა უნდა გადავიდეთ მორიგ 4 ტესტურ დავალებაზე, რომელიც უკვე პროცესიდან არის შედგენილი და ასევე ბოლოსკენ გვექნება 2 ტესტი იმ დამატებითი ნორმატიული აქტებიდან, რომელიც საგამოსდო პროგრამით არის გათვალისწინებული. 34 ტესტური დავალება შეეხება პროცესის ზოგად ნაწილის საპროცესო ნორმის ანალოგიის გამოყენების საკითხს. ნახეთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა კვარაცხელიას სისხლისამართლის საქმის განხილვა. პროცესზე მოწმის დისტანციური დაკითხვისას წარმოიშვა ტექნიკურ-სამართლებრივი ხარვეზი, რომელიც პირდაპირ არ იყო მოწესრიგებული სისხლისამართლის საპროცესო კოდექსით.
მოსამართლე ჩხეიძემ მიიჩნია, რომ მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, პროცესი ვერ შეჩერდებოდა, ამიტომ მან ანალოგიის წესით გამოიყენა სხვა საპროცესო ნორმა. ამ მოქმედების შედეგად შეიზღუდა ბრალდებულის უფლება უშუალოდ მიეღო მონაწილეობა მტკიცებულებათა გამოკვლევაში, რაც მისი კონსტიტუციური უფლებრივ გარანტიებს განეკუთვნებოდა. ბრალდებულის ადვოკატმა პროცესზევე განაცხადა პროტესტი და მიუთითა, რომ მოსამართლეს არ ჰქონდა ანალოგიის გამოყენების უფლება, თუ კი ეს პირის უფლებების შემზღუდავი იქნებოდა. კითხვა არის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, რა პირობითაა დასაშვების სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება. A ვარიანტია დასაშვებია, თუ საპროცესო კანონმდებლობაში არსებობს ხარვეზი და ამით არის ზღუდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ბრალდებულის უფლებები და თავისუფლებები. B ვარიანტია დასაშვებია, თუ საპროცესო კანონმდებლობაში არსებობს ხარვეზი და ამით არის ზღუდება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები. G ვარიანტია დასაშვებია, თუ საქართველოს კანონმდებლობაში არსებობს ხარვეზი და ამით არის ზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. და D ვარიანტია დასაშვებია, თუ საქართველოს კანონმდებლობაში არსებობს ხარვეზი და ამით არის ზღუდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი გარანტიები. სწორი პასუხი გვექნება ჩვენ აქ G ვარიანტი, რაც პირდაპირ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის მესამე პუნქტიდან, რომლის მიხედვით საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება დაშვებული არის, მაგრამ იმ დათქმით, რომ არ შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. სხვა ვარიანტები A, B და D ვარიანტები იურიდიული თვალსაზრისით მართებულად ჟღერს, თუმცა შეიცავს კანონის ზუსტი ტექსტისაგან განსხვავებულ საკანონმდებლო აქტებს, ხო? სისხლის სამართლის კოდექსს, საერთაშორისო პრინციპებს, ევროპულ სასამართლოს პრეცედენტებს, რაც მას მსდარს ხდის. მსგავსი ტიპის ტესტურ დავალებებში, სადაც მაქსიმალურად მოგეთხოვებათ თქვენ ნორმის დისპოზიციის ცოდნა, აქცენტი გააკეთეთ იმაზე, რაც პროცესიდან გამომდინარეობს, ერთი შეხედვით A, B და D ვარიანტებიც სწორ ვარიანტებად შეიძლება მოვიაზროთ, იმიტომ რომ თუ იზღუდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გათვალისწინებული ბრალდებულის უფლებები, ასე რომ ვთქვათ, პრობლემა არის ამაში ანალოგიის გამოყენება ასეთ დროს, ასევე თუ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები, მაგალითად გამოხატვის თავისუფლება თუ ეზღუდება პირობითად, აქაც პრობლემა გვაქვს. და ასევე მაგალითად ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით, რაც არის დადგენილი სამართლის გარანტიები, მაგალითად სამართლიან სასამართლოს უფლება მე-6 მუხლი თუ ეზღუდება, ასე ვთქვათ, აქაც პრობლემა არის, მაგრამ სწორი პასუხი მაინც გვაქვს G ვარიანტი, რადგან კოდექსში პირდაპირ მსგავსი ფორმულირება გვაქვს. ჩვენ ქართულ რეალობაში ეს მუშაობს, რომ არ უნდა იზღუდებოდეს საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. მორიგი 36 ტესტური დავალება ვადების საკითხზე არის შედგენილი, რაც საკმაოდ აქტუალური არის საგამოსტო ფორმატში, გარკვეული ტესტები ყველა ვარიანტში იქნება ვადებზე, საათებზე, დღეებზე, თვეებზე და ასე შემდეგ. ნახეთ, მოწმე ებრალიძე მძიმე ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა სასამართლოს ხდომაზე. მან წინასწარ იცოდა ამ გარემოების შესახებ, რის გამოც მისმა ადვოკატმა სასამართლოს პირველი შესაძლებლობისთანავე პროცესის დაწყებამდე 50 საათით ადრე წარუდგინა შეტყობინება. კურნალობისა და დასრულებისა და საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ებრალიძემ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული სამედიცინო დოკუმენტი სასამართლოში წარადგინა გამოუცხადებლობის დღიდან ზუსტად მეხუთე დღეს. პროკურორმა მოითხოვა მოწმის დაჯარიმება იმ მოტივით, რომ დოკუმენტის წარდგენის ვადა დაირღვა. კითხვა არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით გამოუცხადებლობიდან მაქსიმუმ რამდენ დღეში უნდა იქნეს წარდგენილი საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი. A ვარიანტია გამოუცხადებლობიდან 2 დღეში, B ვარიანტია 3 დღეში, G ვარიანტია 5 დღეში და D ვარიანტია გამოუცხადებლობიდან 10 დღეში. სწორი პასუხი გვექნება G ვარიანტი, რაც გამომდინარეობს მესამე მუხლის 18 ნაწილიდან კოდექსის,
კერძოდ საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს გამოუცხადებლობიდან 5 დღეში. გადავიდეთ მორიგ 37 ტესტურ დავალებაზე, რომელიც დათმობილი არის, ასე ვთქვათ, ტერმინების განმარტებაზე და აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანი არის, რადგან წინა პრაქტიკებით თუ იხელმძღვანელებთ საგამოსტო ტესტებში იყო მსგავსი ტიპის დავალებები მოსული, როგორ განიმარტებოდა ესა თუ ის მოცემულობა პროცესიდან გამომდინარე, კერძოდ კიბერდანაშაულის საქმეზე გამოძიების ეტაპზე წარმოიშვა აუცილებლობა, რომ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით განხორციელებულიყო ბრალდებულის პერსონალურ კომპიუტერში მიმდინარე შეკრებილი და დაგროვებული ინფორმაციის მოპოვება. გამომძიებელმა შეადგინა ოქმი სახელწოდებით ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან. ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლოში გაასაჩივრა ოქმის ფორმალური მხარე და მიუთითა, რომ ვინაიდან მონაცემების აღება მოხდა უშუალოდ კომპიუტერული მოწყობილობიდან და არა მიმდინარე ელექტრონული მიმოწერის ქსელიდან, გამომძიებელს არასწორი ტერმინი ჰქონდა გამოყენებული. მას უნდა შეედგინა ოქმის სახელწოდებით ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კომპიუტერული სისტემიდან. აღნიშნულის გამო ადვოკატმა ოქმისა და მის საფუძველზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა. კითხვა გვაქვს ესეთი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, რა წარმოადგენს ინფორმაციის მოხსნას და ფიქსაციას კომპიუტერული სისტემიდან? A ვარიანტია: შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ ელექტრონული კავშირიდან, კავშირგაბმულობის ქსელიდან, სატელეკომუნიკაციო ან საინფორმაციო სისტემიდან მიმდინარე გადაცემული, მიღებული, შეკრებილი, დამუშავებული ან დაგროვებული ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ტექნიკურ ან და პროგრამულ საშუალებათა გამოყენებით. B ვარიანტია: შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ ავტორიზებული პირის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა. G ვარიანტია: შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის რეალურ დროში მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით განსაზღვრა და ფიქსაცია. და D ვარიანტია: შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ კომპიუტერული სისტემიდან გადაცემული, მიღებული, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში მიმდინარე შეკრებილი, დამუშავებული ან დაგროვებული ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ტექნიკურ ან და პროგრამულ საშუალებათა გამოყენებით. სწორი პასუხი გექნება, რა თქმა უნდა, ჩვენ D ვარიანტი. აქაც ტერმინის განმარტებაზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული, მეგობრებო. ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კომპიუტერული სისტემიდან სწორედ ის არის, რაც მე D ვარიანტში წავიკითხე, ეს არის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ კომპიუტერული სისტემიდან გადაცემული, ერთი, მიღებული, მეორე, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში მიმდინარე შეკრებილი, დამუშავებული ან დაგროვებული ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ტექნიკურ ან და პროგრამულ საშუალებათა გამოყენებით. D და A ვარიანტები ძალიან გავს ერთმანეთს. განსხვავება არის იმაში, რომ A ვარიანტში გვაქვს ინფორმაციის მოხსნა ხდება ელექტრონული კავშირიდან, კავშირგაბმულობის ქსელიდან, საინფორმაციო სისტემიდან და ასე შემდეგ. თვითონ ტერმინი გეუბნება ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კომპიუტერული სისტემიდან, რაც გულისხმობს, ამიტომ პასუხი D ვარიანტში არის სწორი. პირდაპირ გვწერია, რომ უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომპიუტერული სისტემიდან ხდება გარკვეული ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია სხვადასხვა პროგრამული თუ ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ამიტომ, როდესაც მსგავსი ტიპის ტესტები მოგივათ გამოსაზე, კარგად დააკვირდით ხოლმე, შეიძლება ზუსტად არ გახსოვდეთ რა როგორ განიმარტება, მაგრამ შინაარსობრივადაც ამოხვიდეთ, ხო? კომპიუტერული სისტემა არ არის ელექტრონული კავშირი და კავშირგაბმულობის ქსელი, რაც A ვარიანტში გვაქვს მოცემული, ხო? ეხლა B და G ვარიანტები საერთოდ სხვადასხვა ვარიანტები არის. იქ არის გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა და ფარული მიყურადება ჩაწერა, საერთოდ არაფერ შუაში არ არის კომპიუტერულ სისტემასთან. ანუ კომპიუტერული სისტემის მეშვეობით კი ხდება თავისთავად, მაგრამ თვითონ ტერმინთან არ არის კავშირში. ამიტომ არჩევანი გრჩებათ A და D ვარიანტში და როცა კარგად წაიკითხავთ და გაანალიზებთ, ამ შემთხვევაში გამორიცხვის მეთოდითაც გაქვთ მაღალი შანსები, რომ სწორი პასუხი შემოხაზოთ, მიუხედავად იმისა, რომ სწორად შეიძლება არ გახსოვდეთ სიტყვასიტყვით ნორმის განმარტება. აქ კი როგორც უკვე ვთქვით, სწორი პასუხი გვექნება D ვარიანტი. გადავიდეთ მორიგ
38 ტესტურ დავალებაზე თბილისის პროკურატურაში დაიბარეს 17 წლის არასრულოვანი მოწმედ გამოკითხვის მიზნით. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადდა ასევე ბრალდებული სრულწლოვანი და, რომელიც ითხოვდა საქმეში კანონიერ წარმომადგენლად ჩართვას და შესაბამისად გამოკითხვაზე დასწრებას. გამომძიებელმა აღნიშნულ მოთხოვნაზე უარი განუცხადა და განუმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ და მიეკუთვნება ახლო ნათესავთა წრეს, კოდექსის მიხედვით არასრულწლოვნის შემთხვევაში კანონიერ წარმომადგენლად პირველ რიგში მხოლოდ მშობელი ან მშვილებელი უნდა მიიჩნიონ, ხოლო დაძმა ამ ფუნქციას ვერ შეასრულებს, თუ პირდაპირ მეურვეობის სტატუსი არ გააჩნია. კითხვა გვაქვს საქართველოს სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ვინ შეიძლება იყოს კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვნის გამოკითხვის დროს. A ვარიანტია მშობელი, მშვილებელი, მეურვე ან მზრუნველი, რომელიც მონაწილეობს სისხლისამართლის პროცესში. B ვარიანტია ახლო ნათესავი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი ან ადვოკატი, რომელიც მონაწილეობს სისხლისამართლის პროცესში. G ვარიანტია ახლო ნათესავი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, რომელიც მონაწილეობს სისხლისამართლის პროცესში და D ვარიანტია მშობელი, შვილი, გერი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, რომელიც მონაწილეობს სისხლისამართლის პროცესში. მესამე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კოდექსისა განმარტებული გვაქვს ჩვენ კანონიერი წარმომადგენლის ცნება, ხო? ეს არის ახლო ნათესავი, ასევე მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, რომელიც მონაწილეობს სისხლისამართლის პროცესში ისეთ შემთხვევაში, როდესაც პროცესის მონაწილე არის არასრულწლოვანი ერთი, ასევე თუ მას აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი, რომ არ შეუძლია დამოუკიდებლად დაიცვას თავი, ასევე თუ არის შეზღუდულქმედუნარიანი და თუ არის მხარდამჭერად მიმღები. თუ რა თქმა უნდა სასამართლო გადაწყვეტილების სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ეხლა რომ დაუბრუნდეთ ჩვენ ტესტურ დავალებას, აი ეს ჩამონათვალი რაც გავაკეთე, გვაქვს ჩვენ G ვარიანტში, რის გამოც მას შემოვხაზავთ ჩვენ სწორ პასუხად. ეხლა გადავიდეთ ბოლო ორ ტესტურ დავალებაზე, რომელიც თავში აღვნიშნე, რომ შედგენილი არის იმ ნორმატიული აქტებიდან, რომელიც საგამოსტო პროგრამით არის გათვალისწინებული. ერთი ეს არის პენიტენციური კოდექსი, ხოლო მეორე ამ მე-40 ტესტურ დავალებაში გვექნება პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი. 39 ტესტურ დავალება, ასე ვთქვათ, ღია ტიპის კითხვის ფორმატით არის და მსგავსი ტიპის ტესტებიც იქნება გამოსტაზე, თუ გავითვალისწინებთ წინა პრაქტიკას, მხოლოდ კაზუსები არ არის, პირდაპირ კითხვებიც არის. კითხვა არის შემდეგი: პენიტენციური კოდექსის მიხედვით, ვინ არის უფლებამოსილი შექმნას და გააუქმოს შერეული ტიპის პენიტენციური დაწესებულება? A ვარიანტია სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, B ვარიანტია საქართველოს იუსტიციის მინისტრი, G ვარიანტია საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის წარდგინებით და D ვარიანტია პენიტენციური დაწესებულების დირექტორი გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით. სწორი პასუხი გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენ B ვარიანტი, საქართველოს იუსტიციის მინისტრს აქვს აღნიშნული უფლებამოსილება, რაც გამომდინარეობს პენიტენციური კოდექსის 33 მუხლის მეორე ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც მინისტრი არის უფლებამოსილი შექმნას და გააუქმოს შერეული ტიპის პენიტენციური დაწესებულება. და გადავიდეთ ბოლო მე-40 ტესტურ დავალებაზე. პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, რა წესით იყრება კენჭი საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატის გასაყვანად და რა ხდება ხმების თანაბრად გაყოფისას. A ვარიანტია კენჭისყრა ფარულია, კანდიდატი მხარდაჭერილად ითვლება დამსწრეთა უმრავლესობით, ხოლო ხმების თანაბრობისას იმართება კენჭისყრის მეორე ტური. B ვარიანტია კენჭისყრა ღიაა, კანდიდატი მხარდაჭერილად ითვლება, თუ მას ხმას მისცემს საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. G ვარიანტია კენჭისყრა ღიაა, კანდიდატი მხარდაჭერილად ითვლება სრული შემადგენლობის 2/3 მხარდაჭერით, ხოლო ხმების თანაბრობისას გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის მინისტრი. D ვარიანტია კენჭისყრა ფარულია, კანდიდატი მხარდაჭერილად ითვლება სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო ხმების თანაბრობისას უპირატესობა ენიჭება ასაკით უფროს კანდიდატს. სწორი პასუხი გვექნება B ვარიანტი, თანახმად პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის
მე-16 მუხლის მე-5 ნაწილისა, რომლის მიხედვით კენჭისყრა პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ არის ღია და არ არის ფარული. გენერალური პროკურორობის კანდიდატი საპროკურორო საბჭოს მიერ მხარდაჭერილად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო ორმა ან ორზე მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი საჭირო რაოდენობა თუ მიიღო, გადამწყვეტი არის საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. აღნიშნული ვიდეო განხილვის ფარგლებში დასახელებული 10 ტესტური დავალება იყო, რაც მსურდა თქვენთვის შევმეთავაზებინო. ვფიქრობ, რომ ცოდნის გადამეორების თვალსაზრისით გამოსადეგი ტესტები არის. გისურვებთ წარმატებებს.